მიერ საყვარელნო მამანო ძმანო და დანო დღეს 8 აგვისტოა ჩვენთვის ყველასათვის რთული თარიღი და ნიშანდობლივი ყველას კარგად გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები ის ძიმე დღეები, მტკივნეული ის წუხარება ამავ დროს მოლოდინიც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ანუ მოსახლეობის საქართველოს მოსახლეობის უმეტესობისათვის უცნობი და გაუგებარი იყო რა ხდებოდა, როდესაც შევიტყვეთ ყოველ შემთხვევაში იმედმაც გაკვრა გულში, რომ ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება, რომ ის რეგიონები, რომლებიც სამწუხაროდ არიან სეპარატისტულად განწყობილები, და საიდანაც არის გამოდევნილი მოსახლეობის უმეტესობა, დაუბრუნდება დედა სამშობლოს, დაბრუნდებიან დევნილები და შესაძლებელი იქნება იქ აღდგენა ცხოვრების, ურთიერთობის და შემდგომიც. მაგრამ მოვლენებმა გვაჩვენეს, რომ ის გზა, რომელიც იყო იმ დროისათვის, ასე ვთქვათ, შერჩეული, არ ყოფილა გამართლებული. არამედ მან პირიქით მოიტანა კიდევ უფრო მეტი წუხარება, ტკივილი და რაც მთავარია, მოხდა პოლიტიკური აღიარება ამ ტერიტორიების, რა თქმა უნდა, სულ რამოდენიმე სახელმწიფოს მიერ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ყოველივე გადავიდა უკვე სხვა ფორმაში, მან მიიღო სხვა სახე. დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს 20% არის ოკუპირებული. გადის საოკუპაციო ხაზი ჩვენ სოფლებზე. მაგრამ ასევე დავსვათ შეკითხვა. თვითონ აფხაზებსა და ოსებს თუ სურთ ჩვენთან ერთად ცხოვრება, ყოფნა. დავსვათ ეს შეკითხვა. რა პასუხს მივიღებთ? ვიტყვი ამასაც, რომ ჩვენი მოსახლეობის უმეტესობამ ეს არ იცის, რა პასუხი იქნება. არც შეიძლება არც ფიქრობს ამაზე. ანუ ვამბობ იმას, რომ 2008 წლის მოვლენებმა კიდევ უფრო მეტად გააღრმავეს ის დაპირისპირება, რომელიც მანამდე რაღაცა სახით მინელებულიც იყო.
განსაკუთრებულად აქ ჩვენს რეგიონში. აი ამგვარად ჩვენი მოლოდინი კიდევ წლებით გადაიწია ქვეყნის გამთლიანებისა. დღეს ჩვენ საუბრობთ მშვიდობიან გზაზე. და ეს ისტორია. მაგრამ მშვიდობიან გზას აქვს წინაპირობა. წინაპირობა რომ ჩვენ პირველ რიგში ერთმანეთს შევძლებთ და დაველაპარაკებთ. ქართველები, ოსები, აფხაზები. დალაპარაკების შემდგომ ყველანი ერთად გავიაზრებთ იმას, რაც მოხდა ჩვენ შორის. გააზრება ნიშნავს მონდომებასაც. გააზრება ნიშნავს საკუთარი შეცდომის დანახვასაც. გააზრება ნიშნავს მეორე ადამიანისთვის პატიების ისტორიამ სიტყვის მნიშვნელობით თხოვნას ნიშნავს პატიების მიღებასაც. და უკვე ამის შემდგომ იქნება შესაძლებელი რომ ვისაუბროთ შერიგებაზე და მშვიდობიან თანაარსებობაზე. სხვაგვარად საკუთარი თავი არ უნდა მოვიტყუოთ. არც ჩვენ და არც სხვისი განწყობები, ესე იგი არ უნდა გახდოს, ესე თქვა, ჩვენთვის რაღაცა ეიფორიის დაბადების. ჩვენ გვჭირდება რეალური ნაბიჯები. ჩვენ გვჭირდება აუცილებლად ერთმანეთთან საუბარი. ჩვენ ყველანი ამის მოლოდინში ვართ. მთელი საქართველო. რომ დაიწყება ეს პროცესი. სამწუხაროდ ჩვენს თანამოქალაქეებს, აფხაზებს და ოსებს სხვანაირი შეხედულება აქვს, სხვანაირი განწყობა აქვს. ეს არ არის საიდუმლო ინფორმაცია, არის მასმედიაში, სოციალურ ქსელებში. თუ როგორ აყენებენ საკითხს სამხედრო გაძლიერების შესახებ და ასე შემდეგ. მე ვამბობ, რომ საქართველოს გამარჯვებისაკენ და გამარჯვებას კი არ გულისხმობ საომარ მოქმედებებში და ბრძოლებში გამარჯვებას. გამარჯვებას, რომელმაც უნდა გაამთლიანოს ჩვენი ქვეყანა, საქართველომ გადადგა ნაბიჯი ამ გამარჯვებისკენ. გადადგა ქართველმა ერმა, გადადგა იმით, რომ თუნდაც იმ ძიმე და ტკივნეულ დღეებში სიძულვილს ადგილი არ ქონდა. არ იყო სიძულვილი ოსების მიმართ. არ იყო სურვილი, რომ იტყვიან
სამწუხაროდ როგორც მოხდა შემდგომ ქართული სოფლების მიმართებაში, რომ კვალიც კი განადგურდა ქართული სოფლებისა, აი ეს განწყობა საქართველოში არ იყო და ქართველებს არ ქონდათ და დღესაც ჩვენ საუბრობთ მშვიდობაზე და შერიგებაზე, სამწუხაროდ მეორე მხარე საუბრობს თავდაცვაზე და სამხედრო გაძლიერებაზე, სამხედრო სფეროში გაძლიერებაზე. და ეს დღევანდელი რეალობაა სამწუხაროდ. მე ვამბობ ის, რაც უმეტესობის განწყობას გამოხატა ჩვენს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოფი მოსახლეობის. და რა თქმა უნდა, პირველი ნიშანი და ხმა მშვიდობის შესახებ უნდა მიიტანოს საქართველოს ეკლესიამ, ისე როგორც საქართველოს ეკლესია მისი წყებსთავარი დღემდავრები, სასულიერო პირები თავის მოვალეობას, პასუხისმგებლობას ღვთისა და ერის წინაშე 2008 წლის ძიმე დღეებში აღასრულებდნენ. ისე როგორც აფხაზეთშიც, რა თქმა უნდა. ყველა სასულიერო პირი, რომელიც ჩადიოდა სოფლებში, მიდიოდა მოქალაქეებთან, ის არ არჩევდა ვინ იყო მის წინაშე. ქართველი თუ ოსი, ის ხედავდა ადამიანს, რომელსაც ჭირდება დახმარება. ყველა სასულიერო პირი მზად იყო თავისი პირადი თავგანწირვით დაეცვა ადამიანი, რომელსაც შეხვდა, რომელსაც ხელი ჩახკიდა. იყო ის სამხედრო თუ სამოქალაქო პირი. ჩვენი ეპარქიის და არა მხოლოდ ჩვენ აღმოჩნდით წინა ხაზზე გორი, განსაკუთრებულად ძირითადი საომარი მოქმედებები მოგეხსენებათ, რომ გორის რაიონის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ნიქოსისა და ცხინვალის ეპარქია, გორის სამთავისა და გორის ეპარქია იმჟამად ჩვენ აღმოჩნდით წინა ხაზზე. და მინდა ვთქვა და კიდევ ერთხელ მადლობა მოვახსენო ჩვენს კათოლიკოს პატრიარქს, სასულიერო დას ჩვენი ეკლესიისა, ჩვენს სამღვდელოებას, ჩვენი ეპარქიის, ამჟამად ორი ეპარქიის, გორისა და ატენის, სამთავისა და კასპის ეპარქიის სამღვდელოებას, რომელთაც თავიაში მოვალეობა ღვთისა და ერის წინაშე შეასრულეს. შეასრულეს ლოცვით, რამე თუ ლოცვა არ გამწყდარა,
ხდებოდა დალოცვა ქალაქებისა, შეასრულეს შრომით, რამე თუ დღე და ღამის განმავლობაში სასულიერო დასი მზად იყო, რომ დახმარებოდა ადამიანს, დახმარებოდა მოქალაქეს, ჯარისკაცს, შეასრულეს თავგანწირვით. რამე თუ ბევრი ჩვენგანი რთულ ვითარებაშიც აღმოჩნდა იმ დღეებში. ვითარებაში, როდესაც ტრულად განწყობილი ადამიანების გარემოცვაში აღმოჩნდა. და ეს ყველაფერი ხდებოდა, რა თქმა უნდა, თანადგომით ადამიანებისა, გორელების თუ საგანგებოდ ჩამოსული ადამიანების, რომლებიც ჩვენთან იყვნენ იმ დღეებში, ერის ადამიანები, ეს ერთობლივად გაწეული ძალისხმევა და შრომა იყო, ერთად გადატანილი წუხარება და ტკივილი. და რა თქმა უნდა, დიდ მაგალითს გვაძლევდა და გვამხნევებდა ჩვენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. აი ამგვარად ძვირფასო ძმანო და დანო, ჩვენ ყველამ ერთად ვიტვირთეთ წუხარება და შრომა და ამან განგვამტკიცა და გაგვაძლიერა და გაგვამხნევა. სხვაგვარად შეუძლებელია და უნდა გავაგრძელოთ ერთობლივად ლოცვაც და შრომაც ჩვენი სამშობლოს გამთლიანებისათვის. ჩვენ მოვიხსენებთ დღეს დაღუპულებს, ღმერთს შევავედრებთ მათ სულებს, მადლობას ვეტყვით მათი თავგანწირვისთვის და მათი ხსოვნისთვის გავაგრძელებთ შრომას, ლოცვას და თავდადებას ჩვენი ერისა და ქვეყნის გამთლიანებისათვის. ერთმა დაალოცოს ჩვენი სამშობლო საქართველო, ერთმა დაალოცოს ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი, დაალოცოს იქ ცხოვრები ადამიანები და ყველას გულში ჩაგვიდოს სული მშვიდობისა და სიყვარულისა. ამინ. ჩვენთან არს ღმერთი.